ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად მესამევადით წარადგინა ყველაზე კორუმპირებული მოქმედი მერი კახა კალაძე. ადამიანი, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აქცია მთელ საქართველოში ყველაზე კორუმპირებულ უწყებად. ქალაქში, სადაც არის 10,000 ავარიული შენობა და ამავდროულად დეველოპერული კომპანიები აწყობენ მისი შემწეობით ურბანულ გენოციდს. სადაც ათეულობით ათასი ადამიანი შიმშილობს და უფასო სასადილოს მოლოდინში ელოდება ყოველდღიურ საზრდოს, სადაც არის 200,000 სოციალურად დაუცველი და ამავდროულად ეს არის ადამიანი, რომელიც არის ღიად პრორუსი, რომელიც ევროკავშირის ელჩს გაგდებით ემუქრება. ამას თბილისი ნამდვილად არ იმსახურებს, თბილისი ნამდვილად უნდა გავათავისუფლოთ ქართული ოცნების და კალაძის ოკუპაციისაგან.